საღამომშვიდობისა, ქალბატონებო, ბატონებო. ძალიან მიხარია რომ ხედავ ესეთ შესანიშნავ საზოგადოებას. როგორც ყოველთვის ბათუმში გამორჩეული მართლაც იშვიათი პუბლიკა, რომელიც არის შესანიშნავი მცოდნე, არის იშვიათად გემოვნებიანი და მით უმეტეს ზედმიწევნით მცოდნე თითოეული ნაბიჯის, როგორც ცხოვრებისეული, ისე შემოქმედებითი იმ არაჩვეულებრივი კაცის, რომლის იუბილის საიუბილეო საღამოს ერთად აღნიშნვას ჩვენ ვაპირებთ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად ძალიან საინტერესო საღამო გამოგვივა, ვინაიდან თავად ეს პიროვნება გამორჩეული ადამიანი, რომელიც 30 წელიწადზე მეტია თავის შესანიშნავ ოჯახთან ერთად პირნათლად ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, მსახურებას ქართული სიმღერისა, აი აქ ამ სცენიდან, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, ყველგან ღირსეულად წარადგენს ქართულ შემოქმედებას, ქართულ სასიმღერო კულტურას და ყველაფერ ამასთან ერთად არის იშვიათი თვისებებით შემკული პიროვნება, ღირსეული მოქალაქე, ნაღდი მეგობარი, ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ მომენტში დაეყნო, რომელიც თავისი სიტყვით თუ საქმით, სიმღერით თუ თითოეული ნაბიჯი ცხოვრებისეულით ძალას გაძლევს, მუხს გაძლევს და სასიცოცხლო ენერგიას შეგმატებს. თავარი პერსონა დღევანდელი დღისა გახლავთ ბატონი ჭაბუკა სურმანიძე. მე როგორც მის მეგობარსა და კოლეგას დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და შემოქმედებითი თანამშრომლობა და ძმობა ჩვენ დღეს მერგო პატივი მისი საიუბილეო საღამოს გაძღოლისა და თან მოგეხსენებათ უბრალო საღამო არ გახლავთ ეს. ამასობაში ნახევარი საუკუნე მიითვალა და რომ შემოვედი ესე მოხდენილად წერია ეკრანზე ჭაბუკა სურმანიძე 50. ჩემთვის ვიფიქრე მართლა 50 ჭაბუკა სურმანიძე რო ყავდეს საქართველოს სულ სხვა სიმაღლეზე ვიქნებოდით და სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით და ვუსურვებ ამას ჩემს დედასამშობლოს მისებრ ღირსეულ პიროვნებებს და მოქალაქეებს. მოგეხსენებათ ჭაბუკას არც აღიარება აკლია, არც თავარი და რასაც ქვია ხალხის, საზოგადოების, მაყურებლის მხარდაჭერა და სიყვარული, არც ტიტულები, ვინაიდან იგი გახლავთ აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, რაც ყველაზე უფრო მთავარია ჩემი აზრით ტიტულებს შორის ის არის ბათუმის საპატიო მოქალაქე და მართლაც იმსახურებს თითოეულ ამ სახელდებას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო რამ შეემატება აი ამ სიას, აი ამ საღამოს დასრულების შემდგომ ამ შესანიშნავი მუსიკალური ცენტრის წინ გაიხსნება ჭაბუკა სურმანიძის სახელობის ვარსკვლავი. Yeah.
აი ამ შვენიერი კომპოზიციის ავტორი გახლავთ ჩვენი სასიკადულო კომპოზიტორი ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი. ამასთან ერთად იქნება ვიდეოები, რომელიც თავისთავად მართლაც ისტორიული მნიშვნელობის არა ჩვენი ჭაბუკასთვის, ასე რომ ახლა ვიდეო ეკრანზე გადავინაცვლოთ. არაჩვეულებრივი ნიჭიერები. იგი ფლობს არაჩვეულებრივად როგორც კლასიკურ მუსიკას, ასე ხალხურ მუსიკას. მან ისეთ დიდი პედაგოგების ხელში გაიარა, როგორებიც იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი, ალიკო ხომერიკი და განა ეს ორი სახელი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ არ გამიკვირდეს რატომ თვითონ ჭაბუკა ასეთი და რატომ ღერის ასე. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელი კუთხის სიმღერა უნდა იმღეროს. სულ ყველას ერთნაირი შესაძლებლობებით, ერთნაირი გატაცებით, ერთნაირი სიყვარულით მღერის. მე მას დღეს მინდა მიულოცო ასეთი ლამაზი ბედნიერი დღე, მისი დაბადების დღე, მისი საიუბილეო საღამო და უსურვო სიკეთე, სიხარული, გამარჯვება, გახარება, წარმატება. მან უკვე დაიმსახურა ხალხის სიყვარული და დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა. მე ბედნიერი ვარ, რომ მას ასე ახლოს ვიცნობ და ულოცავ დღევანდელ დღეს და მინდა ღმერთმა სულ სიკეთის გზით ატაროს. ძირფასო მეგობრებო, დღეს ნამდვილი დღესასწაულია ჩვენთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, გვერდში მდგომი ხალხისთვის, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ იმ მრავალათასიანი არმიისთვის, ჭაბუკას შემოქმედების მხარდამჭერთა, ვისაც მართლაც მნიშვნელოვანია მისი სიმღერა, მისი პიროვნება, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დღეს არის დღესასწაული სურმანიძეების შესანიშნავი ოჯახის. და თქვენთან ერთად ნება მივუძეთ მიულოცო მისი ოჯახის თითოეულ წევრს, მის მეუღლეს, სამ შვილს, მის ძმას მამუკას, რომელიც არანაკლებ იმსახურებს ვარსკვლავს, ის ფაქტობრივად მისი ვარსკვლავიც არის, რომელიც უცოტა ხანში გაიხსნება. მაგრამ ამ შესანიშნავ და ამაგდარ გვარში არის ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გაიხარებდა დღეს აქ რომ იყოს და ღრმად ვარ დარწმუნებული მისი სული იქ მარადიულ საქართველოში დღეს ხარობს. ეს არის შესანიშნავი პიროვნება, გამორჩეული, გამოჩენილი, მომღერალი, ლოტბარი, ბატონი ნოდარ სურმანიძე. რას ფიქრობ? თუ ვაჟკაცი ხარ, რა შვრები? ესმის იქ დაუყარჯეში, როგორ მღერია ბავშვები? ეგ ლამაზი კაბაწინდა, ვინ მოგიტანაო? ჩემა ძია, ჩემა კაკა, მან მომიტანაო. გურჯისტანის ყვავილები, ვინ მოგიტანაო? ჩემა ნეფემ, ჩემა ღმერთმა, მან მომიტანაო. გული ხომ შეგეწამლება, სული ხომ დაგენაცება. როდემდის უნდა გიცადოს, გაცივებულმა ტაძრებმა, გუმბათებს ჟამი დაბელავს, დროის ზაფთი და ხინჯები, გახერა ბოღმით ბუქნავენ ხორუმს შავშელი ბიჭები. ჩემო ციხებდან ათელო, ჭირიმე შენი გამჩენის, შიგნით რას ნერჩი ქართველო, გარეთ გვყავს გადასარჩენი. ჩემი ციხებდა ათელო, ჭირიმე შენი გამჩენის, შიგნით რას ნერჩი ქართველო, გარეთ გვყავს გადასარჩენი. Ogmit buchnawen chorumsda, Gevis szawszeli biczewi. აი ყველა მიხილეთ ბატონი ნოდარი, რომელიც ჩვეული კოლორიტული მანერით გულწრფელად ამბობდა სიტყვას ლეგს და სულ ნორჩი ჭაბუკა, რომელიც მაშინვე ანათებდა თავისი ელვარე ხმით, გამორჩეული ინდივიდუალიზმით და ულამაზესი ხმის ტემბრით და
აქვე რა მინდა იცით ამშვიდე აღნიშნო რომ ბატონი ნოდარი მრავალ სიკეთესთან ერთად გახლავთ მოგეხსენებათ ანსამბლ ბათუმის ერთ-ერთი დამაარსებელი, ერთ-ერთი მესაძირკვლე დიდ ენვერ ხაბაძესთან ერთად და როდესაც მან გაზარდა ესეთი შესანიშნავი ბიჭები ძალიან მალე ბევრს თბილისიდან გაუჩნდა იმის სურვილი რომ ჩვენი ქვეყნის სასიკადულო მოწინავე ნომერ პირველ ანსამბლებში მიეწვია და მათ შორის პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ქართული კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე გამორჩეული პიროვნება რომელიც ასე დააკლდა მთელ ჩვენს ქვეყანას ჩვენი დაუვიწყარი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი რომელსაც ჰქონდა იმის სურვილი რომ ძმები სურმანიზეები ანსამბლ რუსთავში გაეწევრიანებინა და მას სწორედ ჭაბუკას შესაბამისად გაეგზელებინა თბილისში თავისი საქმიანობა ასევე ბატონ ჯემალ ჭუასელს ჰქონდა დიდი სურვილი რომ ერისიონის რიგებში ეხილა ძმების სურმანიზეები ამ შესანიშნავ პიროვნებას და გამოჩენილ ლოტბარს დაუვიწყარი კაცი ქართული სიმღერის დიდოსტატი უსაყვარლესი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის გოგი დოლიძე ჩამობრძანებული გახლდათ ბატონ ზაურ ბოლქვაძესთან ერთად კიდევ ერთ საოცარ მომღერალთან და საოცარ პიროვნებასთან ერთად ბატონ ნოდართან და თხოვა მაშინ სულ ახალგაზრდა ჭაბუკას ქართულ ხმებში უნდა წავიყვანოა. მინდა გითხრათ რომ ბატონ ნოდარს რომელ მამას არ გაუხარდება ასეთი წინადადება. ყველასთვის საოცნებო გახლდათ მსგავსი შეთავაზება, მაგრამ მას ასეთი სურვილი ჰქონდა შვილთან, რომ მოდი შენ ჩემი დაწყებული საქმე გააგრძელე, ეს ანსამბლი ბათუმი ჩათვალე იგივე ჩემი შვილია. და მას ეს სურვილი ბოლომდე პირნათლად შეუსრულა ჭაბუკამ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევ როგორც არაერთი სხვადასხვა ჟანრის დღეს გამორჩეული შემსრულებელი, შესანიშნავი მუსიკოსი ჩამობრძანებულა ბათუმიდან თბილისში და თავისი ხმამაღალი სიტყვა უთქვამს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჭაბუკაც უთუათ ასე მოახერხებდა, შეცაძლოა პირადად მისი კარიერისთვის ეს უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ მან მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, როგორც აი ამ მიწის ღირსეულმა შვილმა. ერთი წამით არ დაუტოვებია მას მშობლიური ბათუმი, მშობლიური აჭარა, ბოლომდე აქ დაიხარჯა და ამით ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველაზე მეტად მოიგო ანსამბლმა ბათუმმა, მისმა მშობლიურმა ქალაქმა ბათუმმა, აჭარამ და მთლიანად საქართველომ. ახლა სწორედ ანსამბლი ბათუმი მინდა მოვიხმოს სცენაზე. გთხოვთ მეგობრებო.
დიდი მადლობა ანსამბლ ბათუმს და მის ხელმძღვანელს, შესანიშნავ პიროვნებას, გამორჩეულ მუსიკოს, იშვიათი ალღოთი დაჯილდოებულ ლოტბარს ბატონ თემურ დოლიძეს. მასაც მინდა განსაკუთრებით მიულოცოთ დღევანდელი დღე. ხალბატონმა მარიკა კვალიაშვილმა ჩვეული პირუთვნელობით და სიბრძნით ზუსტად გამოყო ის დამოკიდებულება, რომელიც შინაგანად აქვს ჭაბუკას თავისი პედაგოგების მიმართ და მისი აი ესეთ გამორჩეულ პერსონად ჩამოყალიბების პროცესში უაღრესად დიდი როლი აქვს შესრულებული არაერთ შესანიშნავ პედაგოგს და მათ რიგებში რა თქმა უნდა პირველ რიგში ბატონი თემურ დოლიძე მინდა აღვნიშნო, ვინაიდან სულ პატარა ასაკში ჭაბუკა გახლდათ მისი მოსწავლე, როდესაც მოზარდ ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლში მაჭახელაში სწავლობდა იგი და მღეროდა და სულ პატარა ასაკიდან ამ დაოსტატობაზე იზრუნა ბატონმა თემურ დოლიძემ. გარდა ამისა განსაკუთრებით მინდა ვახსენო იმ ხალხის სახელი, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან. ამაგდარი პედაგოგები. ბატონი გურამ თურმანიძე, ბრწყინვალე მცოდნე, აჭარული სიმღერის იშვიათი ლოტბარი, რომელმაც აი გაუღვივა სიღრმე ცოდნისა და განსაკუთრებით შეაყვარა სწორედ აჭარული სიმღერა, მართლაც ფენომენალური შინაგანი სილამაზით და სირთულით გამორჩეული ჩვენს ჭაბუკას. გარდა ამისა, ვინსაც უქონია ურთიერთობა პროფესიული ჩემს ჭაბუკასთან, ყველა დავერწმუნება, რომ ის მრავალმხრივ გათვისნობიერებული პიროვნება და უნივერსალურია ბევრი ნიშნით, მათ შორის ის ძალიან კარგად ერკვევა ვოკალურ სააზროვნო, თქვა მუსიკალურ სისტემებში და ესეც არ არის შემთხვევითი, ვინაიდან იგი კონტრაბასზე უკრავდა ხალხურ საკრავთა ორკესტრში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამ ორკესტრის დამაარსებელი შესანიშნავი პიროვნება, ქალბატონი ციალა ჩიჩუა. დიდი მადლობა ქალბატონ ციალას აი ამ ღვაწლისთვის და რა თქმა უნდა გამორჩეულად ასევე უნდა აღვნიშნო უკვე ბათუმის სასწავლებელში, როდესაც ვოკალს ეუფლებოდა ჩვენი ჭაბუკა, დიდი მაესტროს ბატონი მურმან მახარაძის დამსახურება. უღრმესი მადლობა ბატონ მურმანს. ახლა კიდევ ერთი მშვენიერი ანსამბლი მინდა მოვიხმო სცენაზე, ეს გლახავთ ბათუმის მერიის კულტურის სახლთან არსებული ვაჟთა ანსამბლი. გთხოვთ, მობრძანით მეგობრებო.
დიდი მადლობა ჩვენს იუბილარს ულოცავს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი არსიანი. Oh
მართლაც საოცრებაა. ერთ-ერთი ურთულესი ნიმუში გაჟღერდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის კონტრასტული პოლიფონის ერთ-ერთი მწვერვალი. თამამად ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სოფლიოში რო ანალოგია რა აქვს. მუსიკალური ენობრივი სირთულით, სიმფონიზმის პრინციპზე დაფუძნებული მრავალნაწილიანობითა და გამჭოლი განვითარების გზით, შეჭრილი კადანსებით, ფანტასტიკური მუსიკალური კლასტერებით, რომელსაც ვერსად სხვაგან ვერ მოძებნით და აი ამ ყველაფერში, აი ამ წიაღში აღიზარდა ჭაბუკა სურმანიძე და მართლაც სულ პატარა ასაკიდან შეისისხურსა გაითავისა ეს მუსიკალური კულტურა და რა გასაკვირია, რომ მართლაც ჩინებული შემსრულებელია იგი გურული თუ აჭარული მუსიკალური ფოლკლორული ნიმუშებისა, მაგრამ უნივერსალიზმი აღინიშნა აქ ქალბატონი მარიკას მიერ და არ შეიძლება ხაზი არ გაისვას ჭაბუკას ნიჭიერების ამ ხარეს და მისი პროფესიონალიზმისა. სხვადასხვა კუთხის სიმღერებს იგი შესანიშნავად მოუნაცვლებს ხოლმე ზუსტად იმ კუთხისთვის დამახასიათებელ სტილისტურ თავისებურებებს და იმდენად ორგანულად აჟღერებს, რომ მართლა ძნელი არ გაცვიფრდეთ. განსაკუთრებით ეს ითქმის ქართლ-კახურ სიმღერებზე, რომელსაც იგი მშვენივრად ინტერპრეტირებს, მისეულ ვარიანტებსაც უმატებს და ამაში შესაძლოა წვლილი იმანად შეიტანა, რომ მისი ცხოვრების სიყვარული, მისი მეუღლე კახეთიდან გახლავდა, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ვერსია შეიძლება ესაც იყოს. მაგრამ რაც შეეხება მისი უნივერსალიზმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარეს, რომელიც მისი ცხოვრების, მისი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ, უკავშირდება კლასიკურ მუსიკას. წარჩინებით დაამთავრა ჭაბუკამ ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით და შემდგომ 10 წლის მანძილზე 1994 წლიდან 2004 წლის ჩათვლით იგი გახლდათ სტოლისტი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და მას შვენივრად აქვს შესრულებული არაერთი როლი, მათ შორის ყველას გვახსოვს მისი მიერ წინვალედ აღგერებული, მათ შორის აი აქ ამ სცენაზე, ისევე როგორც ზაქარია ფალეშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე თანდარუხი აბესალმდა ეთერიდან შესრულებული პარტია, შემდგომ კასიო მშვენივრად შეასრულა მან ჯუზეპე ვერდის ოტელოში, ასევე არაერთი პარტია აქვს მას აჟღერებული და აი ამ ყველაფერში არის მადლი ერთი გამორჩეული პიროვნებისა, მართლაც გამორჩენილი მომღერლის, რომელიც გახლავთ მშვენება ქართული საოპერო ხელოვნების, ეს გახლავთ უფროსი მეგობარი, დამრიგებელი და დიდი პედაგოგი, როგორც ჭაბუკასთვის, ისევე ათეულობით გამორჩეული ქართული ვოკალისტისთვის, ეს გახლავთ ჩვენი დაუვიწყარი ბატონი ალეკო ხომერიკი. ჭაბუკა სურმანიძე, რომელიც არის ამ ანსამბლის დირექტორი, წლების მანძილზე და რომელმაც გაუკაფა გზა, არის უსაშველო კომუნიკაბელური კაცი, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი შესანიშნავი ხმით, თავისი მოღვაწეობით გაუკაფა გზა ანსამბლს ბათუმს სხვა წევრებთან ერთად უდიდესი ხელოვნებისადმი.
მეგობრებო, ანსამბლ ბათუმის წევრებს მიმართავ. ეს ჩვენი იუბილარი კარგახანია რომ დამალულია კულისებში და ვერაფრით ვერ გამოდის, რამენაირად ეგებე მოвихმოთ და გამოვიყვანოთ სცენაზე. ანსამბლი ბათუმი და ჭაბუკა სურმანიზე. მოგწანდით. ქალთა აკადემიური ვოკალური გუნდი.
დიდი მადლობა ბათუმის ქალთა აკადემიურ კამერულ გუნდს. ურმესი მადლობა. და კვლავ ანსამბლი ბათუმის სცენაზე. თხოვთ. Arage